მოგესალმებით, ბატონო თემურ, მოგიკითხავთ ისრაელიდან. ფსიქოლოგიის განვითარების კვლევის ცენტრი გილოცავთ იუბილეს, გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და რაც მთავარია, საქართველოს სახელმწიფოებისთვის მეტად მნიშვნელოვანი ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინის პოლიტიკურ ცხოვრებაში განხორციელებას. მე ვგონებ, როგორც პოლიტიკოსისთვის ეს ყველაზე დიდი საჩუქარი იქნებოდა. დოქტრინის განხორციელება ხომ არის ქართული სახელმწიფოს და ქართველი ერის გადარჩენის საშუალება, როგორც გემისთვის, ღუზა ქარიშხალისთვის. ამ შეშლილ გადარეულ სამყაროში საქართველო უნდა გადარჩეს და აუცილებლად შეინარჩუნოს თვითყოფადობა. დოქტრინის სახით ქვეყანას ესაჭიროება გზამკვლევი, შუქურა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია თავი დავაღწიოთ ქვეყნის საგარეო და საშინაო ურთულეს გამოწვევებს და ვიზრუნოთ მომავალი თაობის სწორად განვითარებისთვის. ბატონო თემურ, თქვენი შესაშლელი საბრძოლო შემართება და ერთგულება მამულისადმი თქვენს მეგობრებთან და მხარდამჭერებთან ერთად აუცილებლივ კეთილ ნაყოფს გამოიღებს. შეცვლის ქვეყანაში დღეს არსებულ უმწვავეს პოლარიზებულ პოლიტიკურ განწყობას ერის გამთლიანებისკენ, რაზედაც ყოველთვის მოუწოდებდა მეცნიერთა კონგრესი მმართველ და ოპოზიციურ ძალებს. კიდევ ერთხელ გულით გილოცავთ დაბადების დღეს, დიდხანს სიცოცხლეს, მხნეობას, გამძლეობას გისურვებთ. სასიცოცხლოდ მეტად მნიშვნელოვანი ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინის პოლიტიკურ ცხოვრებაში განხორციელების გზაზე. წარმატება ნახვამდის. რავას დაესწარით.